არ შეიძლება რეალობას მოაკვლევინო შენი ოცნებები. ძალიან მნიშვნელოვანია და დღესვე პირველი ნაბიჯი გადადგით. კი, მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბიოგრაფიული ფილმია და ვიცი რომ ეს ადამიანი არსებობს და არსებობდა და დღეს ძალიან წარმატებულია ეს ახალგაზრდა ქალი. და მე იწყება მნიშვნელოვანი ზუსტად ამ კითხვებზე პასუხის დროს იწყება თვითშემეცნება. და თვითშემეცნებას უკვე გარდაქმნა მოყვება. ერთ-ერთი ინსპირაცია იყო ჩემთვის ეს კასტიც საინტერესოა, ხო, დე ნირო თამაშობს როგორც მახსოვს მამის როლს და დე ნირო მამის როლს თამაშობს და ძალიანაც არა ესე თამაშობს, ხო, ნახევარად რომ მოეშვება ხოლმე მაინც და მაინც მთელი გულით და მთელი სულით რო თამაშობს. ესეც რომ იყოს უკვე საინტერესოა. მოგესალმებით პოდკასტიდან კინო არის თერაპია და დღეს ძალიან უჩვეულო სტუმრები მყავს. ჩემთან სტუმრად არიან ზოიკო და ბელა. გამარჯობა ბელა. მივესალმები ყველას, მადლობა მოწვევისთვის. ბელა პაპუნაშვილი, მარკეტერი, კომპანია Kidsbox-ის თანადამფუძნებელი, ინფლუენსერი. პირველ რიგში აღნიშნავ ჩვენს დუეტში ინფლუენსერის სტატუსს ზოიკო ატარებს, მე უბრალოდ მისი წარმატების ორბიტაზე აღმოჩნდი და ზოგადად მე ინფლუენსერობას არც გეგმავდი. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ერთ დღეს ავტვირთე ვიდეო, უბრალოდ გადავიღეთ ვიდეო, სადაც ზოიკო ძალიან მესაყვარლებოდა და რაღაც მეუბნებოდა და მეც პასუხობდი და ძალიან სასაცილო ვიდეო იყო საყვარელი. და გადავწყვიტე ავტვირთო TikTok-ზე. TikTok-ზეც არ ვიყავი აქტიური. ვიცი რომ TikTok-ის მომხმარებლები არიან ბავშვები, მოეწონებოდათ და ავტვირთე. მაგრამ უეცრად მეორე დღეს ვნახე, რომ 100,000-ობით ნახვა ქონდა და ძალიან ბევრი მესიჯები, ძალიან ბევრი ფიდბექები, რომ გთხოვთ, რა საყვარელია, ატვირთეთ, კიდევ მეტი ვიდეო დადეთ, გეხვეწებით და ძალიან ბევრი თხოვნები იყო. მეც მორჩილად შევასრულე თხოვნები. კიდევ ავტვირთე ერთი ვიდეო, კიდევ გადავიღე, მე მეორეს მესამე მოყვა და ყველა ვიდეოზე ფაქტიურად 100, 200, 300 1 მილიონი, მილიონ ნახევარი ნახვები ქონდა და უკვე საქართველოსთვის ეს ძალიან ისეთი მაღალი მაჩვენებელია, რა თქმა უნდა. კი, რამდენიმე ვიდეო აქვს მილიონს რომ აცდება, 10 და მილიონს და ძალიან დიდი სიყვარული მოიპოვა მოსახლეობაში. სწორედ ამან გახადა ეს ინფლუენსერი ზოიკო. ამ სიყვარულმა ალბათ. რა ადგილი უჭირავს კინოს შენს ცხოვრებაში? კინო ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ არის მხოლოდ გართობისთვის, ჩემთვის არის ინსპირაციაც, მოტივაციაც, დროის გაყვანს, რა თქმა უნდა, უბრალოდ რელაქსიც, თვითშემეცნებაც და ძალიან ეს თლიანი კომპლექსი ერთად არის კინო ჩემთვის. აი ჩვენ თვითონ რომ დავაკვირდეთ ფილმის ყურების დროს თითქოს შორდებით ჩვენს რეალობას, რაღაცა დისტანცია ჩდება ჩვენსა და ჩვენს ყოველდღიურ რუტინას შორის. და ეს დისტანცია არის, სადაც გვაქვს საშუალება, რომ ვიფიქროთ ძალიან მნიშვნელოვანზე, ჩვენს ემოციებზე, რაც მოდის კინოდან, რაც მოდის ფილმიდან, პერსონაჟებიდან, პერსონაჟის შიში მაგალითად სიყვარული, ის წარუმატებელი ნაბიჯები და მე წარმატება პირიქით, ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს შენზე და მაგ დროს ფიქრობ, აი ამ დისტანციაში, აი ზუსტად ამ სივრცეში ფიქრობ მაგაზე და შეიძლება კითხვებიც გაგიჩნდეს, რატო მოქმედებს ეს ჩემზე, ან ამ პერსონაჟმა ასე რატო იმოქმედა ჩემზე. და მე იწყება მნიშვნელოვანი ზუსტად ამ კითხვებზე პასუხის დროს იწყება თვითშემეცნება. და თვითშემეცნებას უკვე გარდაქმნა მოყვება. თუ რაღაცაზე პასუხი ვიპოვე და თვით შემეცნებით მივედი იქამდე, რაღაცა შემიძლია უკვე გარდავქმნა, რაღაცით გავიზარდო. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კინოს ჩემთვის, ფაქტიურად მარტო ჰობი არ არის, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემს ცხოვრებაში. დღეს შენ მოგვიტანე ფილმი. ძალიან საინტერესო. კი, რა თქმა უნდა, ბევრი ფილმი მიყვარს და საყვარელი ფილმები მაქვს, მაგრამ
ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი დღეს რატომ მოვიტანე, იმიტომ რომ პირდაპირ ჩემთან კავშირშია, ისეთ პერიოდში ვნახე, რომ ზუსტად იმოქმედა ჩემზე და ინსპირაცია მომცა იმისთვის, რომ გადავდგა ნაბიჯები, ჩემი შევქმნა, ჩემი პირადი და ეს იყო ტრიგერი რა ჩემთვის. ფილმი არის Joy, სადაც თამაშობს ჯენიფერ ლოურენსი თამაშობს ხომ მთავარ როლში, რომელშიც ოქროს გლობუსიც მიიღო. კი ბატონო, არაჩვეულებრივად თამაშობს. ზუსტად აი ამ თამაშმა კიდევ უფრო შემიყვანა როლში. ეს იყო ჩემთვის ემოციური სარკე. მისი ემოციები, რასაც გადმომცემდა, ის იყო ჩემთვის ემოციური სარკე და ამ ყველაფერს გავდიოდი და თითქოს ზუსტად ის პერიოდი მედგა, როცა მეც ჩემი ბიზნესი უნდა შემექმნა, მეც რაღაც წარუმატებელი ნაბიჯები მქონდა, მაგრამ ამ წარუმატებელ ნაბიჯებს რა წარმატება მოყვება და სულ მოძრაობაში და მაინც რო არ ნებდება და ბოლოს რომ აღწევს, ძალიან ბევრი ემოცია ამ φιλმში და ერთ-ერთი ინსპირაცია იყო ჩემთვის ეს. კასტიც საინტერესოა, ხო, დენირო თამაშობს როგორც მახსოვს, მამის როლს და დენირო მამის როლს თამაშობს და ძალიანაც არა. ესე თამაშობს, ხო, ინახევართ რომ მოეშვება ხოლმე მაინც და მაინც მთელი გულით და მთელი სულით რო თამაშობს. ესეც რომ იყოს, უკვე საინტერესოა რა. მისი მანერით რომ დგას, უკვე საინტერესოა. ბიოგრაფიული ფილმია და ვიცი რომ ეს ადამიანი არსებობს და არსებობდა და დღეს ძალიან წარმატებულია ეს ახალგაზრდა ქალი, ვიზეც არის ფილმი და ზოგადად ბიოგრაფიული ფილმები ჩემზე პირადად ძალიან მოქმედებს. ორმაგი დაჭირთვა ქონდა ასე ვთქვათ რა. კი ბატონო. რა დაინახე ჯოიში ისეთი, აი სადაც შენი თავი მასთან გააიგივე? თავიდანვე ფილმი იწყება ისე სიუჟეტი, ჯოი არის პატარა 12 წლის, 10-12 წლის და უკვე ქმნის თავის პროდუქტს. მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის, მაგრამ თავისი ხელით რაღაცის შექმნა უნდა და სულ ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს. მე მომავალში მე კიდევ დამატებით სხვადასხვა პროდუქტი შექმნა სკოლის ასაკში და ასე შემდეგ. და მეც თავიდანვე რომ დავუბრუნდე ბავშვობას, მახსოვს მეც ესე დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი. მაშინაც გავლენა მოახდინა სხვათა შორის ფილმმა ეს კოქტეილი. ჩვენ გულაპარაკია მაგას. კი, ტომ კრუზი თამაშობდა, ჩვენთვის საყვარელი მსახიობი იმ დროისთვის. და მაგ ფილმში არის ახსენებს ვიღაცამ ხო შექმნა თასმა უბრალოდ, ვიღაცამ ხო შექმნა ეს საწრუპი, ანუ ვიღაცამ ეს ხო შექმნა, ვიღაცამ ამაზე იფიქრა. და ამ მომენტმა დამაფიქრა მე ხო მართალია, ვიღაცამ იფიქრა, ვიღაცამ შექმნა და შეიძლება მეც რაღაცა შექმნა, პატარა ვიყავი. შეიძლება სულელური ფიქრები მქონდა რა შეიძლება შექმნა, მაგალითად ერთ-ერთი იყო ესეთი თუ არსებობს მიკროტალღური ღუმელი, სადაც სწრაფად აცხელებენ, ხო შეიძლება ისეთი მიკროტალღური ღუმელი შექმნა, სადაც სწრაფად ცივდება, ანუ ჭიქას რო შევდებ და გაცივდება და ეგრევე ცივის გამოვიღებ და ბავშვი ეთქვა ცივი წყალი მიყვარდა. არ ვიცი. და მე ამ იდეას დავაპატენტებ, გავყიდი და ასე შემდეგ. მოკლედ, პირველი გაიგივება ეს არის, რომ ბავშვობიდანვე სიუჟეტი იწყება როგორ ქმნის და როგორ უნდა რომ შექმნა და მეც მქონია ეს. შემდეგ მივიწყებულია და მეც მივიწყებული მქონდა რაღაცა პერიოდი, იმიტომ რომ სამსახური მიდიხარ მე მარკეტინგში მუშაობდი, გაყიდვებში მუშაობდი და ეს ისეთი სფეროა მიდიხარ გავიწყდება ეს ყველაფერი, რისი შექმნა გინდოდა შენ ეგ გავიწყდება და ბავშვუროცნებებს ვივიწყებთ რაღაც პერიოდი. რაც არ გააკეთა აი რა მომწონს ჯოიში და რა არის საინტერესო რომ ყოველთვის უბრუნდება იმ თავის ბავშვუროცნებებს და არ ივიწყებს. აი მე მგონია რომ ეს არის ერთ-ერთი მისი წარმატების მიზეზი. ფორმულა მიზეზი არის ის, რომ ის არ ივიწყებს იმ თავის ბავშვობის ოცნებებს, ხო? და თვითონ ჯოი ახლა შეგაწყვეტინებ, ჯოი როგორ ოჯახშიც იზრდება, იქ ვაკვირდებით, რომ დედა არის ძალიან ექსტრემალურად ინფანტილურია, ხო? როგორი რაღაცნაირი დედა ყავს და ასეთი ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ასეთ ოჯახში, ნუ პარენტიფიკაცია ემართებათ, უკვე ისინი იღებენ თავის თავზე მშობლის როლს და აი ასეთ ბავშვებს ხშირად შემდეგ უკვე ნელ-ნელა უვითარდებათ ისეთი თვისებები, როგორც მე დავინახე ჯოიში.
ერთ-ერთი თვისება ჰიპერპასუხისგებლობა, რასაც ვხედავთ ჯოიში, ხო? ერთ-ერთი კიდევ ასეთი თავის თვისებაა, როდესაც ისინი სხვათა შორის აქვთ ეს კარგი თვისება შეიძლება არ არის, არას ვერ ამბობენ. და ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ყოფილი ქმარი ცხოვრობს მასთან სარდაფში, მაგრამ მაინც იქ ცხოვრობს. მერე მამასაც ვერ ეუბნება უარს, რომელიც რომ ერთ-ერთ ცოლს კიდევ შორდება და მოდის მასთან და ისიც სარდაფში. არას თქმა ძალიან უჭირს. მან საინტერესოა ზუსტად ქაოსში ცხოვრობს. ტურბულენტური რაღაცის ტიპი. კი, ეს არის ქაოსი, ყოველდღიური რუტინა არის ქაოსად გადაქცეული. არაფრის დრო არ აქვს. არის მომენტი რომ ავიწყდება ის ოცნება და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს აძლევს ის საქმრო სანამ ქმარი გახდებოდა. ურჩევს თავისი საქმრო ეუბნება. არ შეიძლება რეალობას მოაკვლევინო შენი ოცნება. აი ზუსტად რა კარგი სიტყვებია, კი, ძალიან მნიშვნელოვანია და მან თითქოს აი რეალობამ რო დაავიწყა ის ოცნება და აი უცბად აი მაგიტომ აბუბრო ისეთი თამაში აქვს თვალებში უბრალოდ მაგაში ეტყობა როგორ იხსენებს ამ ოცნებას და როგორ უნდა რომ ისევ დაიწყოს, მაგრამ ქაოსში ისევ იკარგება, ისევ შვილები, დედმამა და ეს ოჯახი და ფინანსური მდგომარეობა და სხვადასხვა სამსახურები და უბრალოდ არ რჩება დრო იმისთვის რომ იფიქროს რაღაც ახალზე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლოს შექმნა ის განსაკუთრებული პროდუქტი. სამეწარმო იმპერია შექმნა, ხო? და დღესაც ის ცნობილია როგორც ეს არის იატაკის სტილი, რომელიც განსაკუთრებით ჯოხიანი იყო და იწურებოდა და ხელს არ ისვრიდი და ასე შემდეგ, ანუ თვითონ შექმნა როგორც დიასახლისმა ეს პროდუქტი და დღეს რა ვიცი მილიონობით იყიდება. მაგრამ როგორ შექმნა ამ ქაოსში? ხშირად ამბობენ, ვისაც უნდა ბიზნესის დაწყება, მაგალითად, რაღაცა საქმიანობა, ამბობენ, რომ იცი რა, ეხლა მე დრო არ მაქვს მაგისთვის, ფული არ მაქვს, რესურსი არ მაქვს, როცა დალაგდება ით რომ მოვა და დავიწყებ. იმის თქმა მინდა, რომ დრო არასდროს არ მოვა. დროს ჩვენ ქმნით. დაელოდები ორშაბათს. დროს შენქმნი, პირობებს შენქმნი, ფული შეიძლება საერთოდ არ გქონდეს, მაგრამ იმდენად ძლიერია მიზანი, ოცნება შენი და მიზანი, რომ მაგ რესურსს ნახავ. ჩვენც ხა ჩემთვის ჩემ ბიზნესიც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს, იმიტომ რომ ნულიდან დავიწყეთ, მე და ჩემმა ბიზნეს პარტნიორმა და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა თამარ გელაშვილმა მე და თამარ გელაშვილმა დავიწყეთ არაფრიდან. ჩვენც არ გვქონია ის დროც, ის რესურსიც, ის თანხები და ფაქტიურად ჩვენი იდეით მივდიოდით და ვეძებდით სრულიად უცხო ადამიანებს ვთავაზობდით ამ პროდუქტის შექმნას და ვთხოვდით მათგან ფინანსურ რესურსს, ხოლო ჩვენ შრომით რესურსს ჩავდებდით ამაში და ფაქტიურად სრულიად უცხო ადამიანი შემოვიდა ჩვენს საქმეში ფინანსურად და ჩვენ გავმართეთ, მე და თამარმა გავმართეთ ეს ბიზნესი ისე, რომ დღეს 6 წლის თავზე ჩვენი პროდუქტი Kidsbox-ი ჯერ ძალიან ბევრ პატარას უყვარს, ეს ძალიან გვახარებს და 2000 მაღაზიაში იყიდება და კიდევ გეგმები გვაქვს რომ გავიტანოთ საზღვარგარეთ და მოლაპარაკები მიმდინარეობს. ანუ ჩვენ შევძელით ამ ბიზნესის შექმნა და ძალიან მიხარია, ძალიან უნდა გიყვარდეს რასაც ქმნი და დღეს ჩემი სურვილი ასრულებულია თუ ბავშვობაში ფიქრობდი რომ რაღაცას შევქმნი. დღეს შევქმნით ისეთი პროდუქტი, რაც ბავშვებს ახარებს. თუნდაც ხო ვიცით რომ 2000 მაღაზიაა და 2000 მაღაზიაში იყიდება, მაგრამ მე თვითონ რომ შევხვედრილ ვარ ბავშვს დახლთან რომ იღებს Kidsbox და დედას ეუბნება ეს Kidsbox-ი მიყიდე, მაინც ემოცია მაქვს ისეთი რომ რაც მაბედნიერებს რა, თითქოს ვერ ვეჩვევი მაგას. ხო, იყიდება, კი, ბევრი იყიდება და თავიდან გიხარია ხო 20000-ობით იყიდება, 30000-ობით ძალიან ბევრი იყიდება, მაგრამ მე თვითონ რომ ხვდები, უკვე სულ სხვა ემოცია, მინდა ხოლმე ჩავიღოთ ეს ბავშვი. აი ბავშვზე გამახსენდა, ეხლა როგორი ნახეთ, აი შინაგან ბავშვს რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ ჩვენს ოცნებებს. ამ ფილმში ისე კარგად არის ეს გაშლილი, როგორ არის ყოველთ ფლეშბექები თუ უკან მიდის
და мотиваტორი არის თითქოს ბებია, მაგრამ მე ვხვდები რომ ეს არის მისი ქვეცნობიერი, იმიტომ რომ როდესაც უკვე ჩვენ ჩიხში ვექცევით, ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ქვეცნობიერი მოდის გადამრჩენელად და აი ეს გადამრჩენელი არის უკვე როცა ფიქრობს, უკვე თითქოს აი გამოსავალი აღარ არსებობს და მისი ბებია, ანუ ეს არის მისი ქვეცნობიერი იდეაში. გადამრჩენელად ევლინება და ეუბნება გახსოვდეს შენ წარმატებას მიაღწევ. აი გქონდა თუ არა შენ ეს შინაგან ბავშვს როგორ ექცევი? შინაგანი ბავშვი, რა თქმა უნდა, ჩემში არის, ჩვენში არის. მე და ჩემს ბიზნეს პარტნიორს გულისხმობ, რომ არ ყოფილიყო საბავშვო პროდუქტს არ შევქმნიდით. ეს არის სასაჩუქრე ნაკრები, სურპრიზ ყუთები, რომელშიც არ იციან ბავშვმა რა ამოვა და არის სურპრიზი. და ამას ჩვენ მთელი გულით ვამზადებთ. ანუ მე თვითონ მიხარია ბოქსის შიგთავსი რომ იქნება, ის პატარა ასაწყობი ნივთები თუ ის თმის სამაგრები თუ ძალიან მახარებს და ფაქტიურად ჩვენ ძალიან ჩართულები ვართ დღესაც ამ შიგთავსის აწყობაში. და ეს ბავშვურ სიამოვნებას დღესაც გვანიჭებს. მე ვიცი კიდევ ახალი პროდუქტი რაც დაემატა და სადაც მთავაროლში ისევ ზოიკოა და შეგიძლია რაღაც გითხრა. ზოიკოს რაც შეეხება, ეს ინფლუენსერი გოგო ყავს ზოიკო. არა მარტო ინფლუენსერი, ის მე მახსოვს კინოში შარშან, ზუსტად შარშან საახალწლო რაღაც ფილმი გადაიღეს ქართული და ეპიზოდურ როლში ითამაშა ჩვენმა ზოიკომ, ასე რომ არა მარტო ინფლუენსერი, არამედ მსახიობიც არის ჩვენი ზოიკო. კინომსახიობი. ჩვენს ახალ პროდუქტზე კი, ახალი პროდუქტიც გამოვიდა. პირველი რაც იყო ჩვენ იყო kids box-ი ყუთის სახით, სურპრიზ ყუთი და ეს იყო პირველი სურპრიზ ყუთები საბავშვო ქსელში. კი არსებობდა მანამდე რაღაც ყუთები, რომელიც კერძოდ იყიდებოდა კერძო მაღაზიებში, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვიყავით პირველები, ვინც შევიდნენ ქსელში და ფართოდ გააცნო აუდიტორიას ეს პროდუქტი. დღეს უკვე სხვადასხვა ძალიან ბევრი სხვადასხვა იქნება სხვადასხვა ყუთი ისეთი ასეთი არ დავასახელებ, მაგრამ პირველი მაინც kids box-ი რომ ყველა მიცის, თითქმის ყველა ბავშვმა იცის kids box-ი. ყველა მიცის kids box-ი ნამდვილად და რადგანაც ძალიან უყვართ ზოიკო, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გვინდოდა უბრალოდ გმირი ყოლოდა kids box-ში, საბავშვო გმირი შეიძლება იყოს ეს ცხოველი, ფრინველი, ასე შემდეგ, მაგრამ რადგანაც ზოიკო ძალიან შეიყვარეს, გადავწყვიტეთ რომ ზოიკო იყოს ჩვენი გმირი. და ყველა kids box-ის ყუთს დაეხატა ზოიკოს ვიზუალი. ანუ კვერცხებსაც ასევე. და ძალიან მოსწონთ ბავშვებს, მე ვიცი ძალიან ბევრი მშობელი, რომელიც ამბობს, რომ ჩემ შვილს უყვარს kids box-ი და ეხლა ამ ბოლო დროს უკვე ალაპარაკდნენ ზოიკოს აი ამ კვერცხებზე. კი, და კიდევ ერთი, რადგანაც ესე ითხოვნენ ზოიკოს ნივთებს, ბევრი მწერდა რომ ზოიკოსთან გაცნობა უნდა, რამდენიმე გავაცანი კი, მაგრამ ყველას ვერ შევძლებდი. ამიტომ არის რაღაც ნივთები შექმნით სახაზავი სტიკერები, სადაც ზოიკოა გამოსახული და თვითონ ამ პროდუქტში დევს, რაც ახარებს ბავშვებს თავისთავად. ზოიკო არის ცოტა მორიდებული. ეხლა რო არ ლაპარაკობს, იმიტომ გამიკვირდა. ზოიკო არის ძალიან მორიდებული სხვა გარემოში. არ იწყებს საუბარს სანამ 1-2 საათი არ გავა და უცხო გარემოთან განათებები და მოხდები, როცა შეშინდა ფთალი. დაუბრუნდეთ ჯოის. კიდევ ერთხელ აღნიშნე, რომ ძალიან კარგი გემოვნება გაქვს და მართლა ძალიან კარგი კინოა, კარგი ფილმია და ზოგჯერ რომ ვუყურებ ჯოის მგონია რომ ვიღაცა დააქოუჩა, რაღაც ძალიან კარგი ფსიქოლოგი ყავს, იმიტომ რომ ზუსტად ისე იქცევა, სწორად იქცევა, თუნდაც რომ ბრაზდება და უკვე რომ მგონია რომ სხვა ფარხმალს დაყრიდა აი ამ მომენტში, არა. სიბრაზეს მიმართავს სწორად. ინტუიციაც, აი იმ ბავშვებს, რომლებიც აი პარენტიფიკაცია როგორც ვახსენე, ხო, რომლებსაც ყავთ ისეთი ინფანტილური მშობელი, როგორც მას ყავს, მათ უვითარდებათ ეს თვისებები, უვითარდებათ ასევე ინტუიცია. ნუ პასუხისგებლობის მაღალი ცნობა ეს ვიცით, აი ყველაფერს ხედავთ ჯოიში. ანუ მე ვხედავ რომ ეს მარტო რეჟისორის და სცენარისტის დამსახურება კი არ არის, ეს კარგად არის გადმოღებული. ეს ხო ბიოგრაფიული პერსონაჟია და კარგად არის ეს თვისებები გადმოღებული და ნაჩვენები და ყველა ის თვისება აქვს, რომელმაც შეიძლება უკვე ეს გვიწინასწარმეტყველოს, რომ ეს ადამიანი მიაღწევს წარმატებას, ხო? თვით დისციპლინა არ წუწუნებს, აი რა მომწონს, არ წუწუნებს. რაღაც მომენტში ბრაზდება ან რაღაც მომენტში
პაუზას იღებს და ეს ძალიან კარგი, ამიტომ ამბობ ზოგჯერ მგონია რომ დააკოუჩეს მეთქი, იღებს პაუზას, ცოტა ხანს ვარდება აი ამ ბრასში და იწყებს თავიდან. მაგ თემას გავაგრძელებ, რა თვისებებია საჭირო და კი აქვს სიბრაზე და მან აქვს შიშიც. აი ამბობს რომ მე ყველაფერი ჩავდე ამაში. ანუ მან უკვე შიში მე სახლიც ჩადო, ყველაფერი ჩადო. შვილების კოლეჯის ყველაფერი ჩავდე ამაში და ფიქრობ რომ ეს კრახით არ უნდა დამთავრდეს, ყველაფერი ჩავდე ამაში და რა თქმა უნდა შიში აქვს. აი იგივე ადამიანები ამბობენ რომ მაგალითად რა პარალელს გავავლებ ჩემთვის ახლობელი ადამიანი მოსულა და რჩევის სახით უთხოვე, აი რაღაცა მინდა შევქნა ისე რომ ფინანსურად რაღაც შემოსავლები მქონდეს, არ მყოფნის რაც, მაგრამ შენ რას მირჩევდი და მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვეუბნები რომ შენი უნდა შექმნა, შენ რაშიც ხარ კარგი, ან რაც გინდა, ეს უნდა შექმნა და მიყვე ნაბიჯ-ნაბიჯ. სწორად დაინახოს თავის რესურსი. კი, მაგრამ ამაზე გპასუხობენ, აუ იცი რა მე მაგისთვის რისკია საჭირო და ეს მე მაგის მეშინია რომ ავიღო რაღაცა სესხი ან რაღაცა დავიწყო არ გამომივიდეს და ეს შიში მე მაქვს და შენ ალბათ არ ქონდა. მაგაზე მინდა რომ უპასუხო ყველას. შიში მეც მაქვს და მასაც აქვს და ჯოისაც აქვს და შიში ყველას აქვს წარუმატებლობის და ამ კრახის და ამ რისკის და შიში ყველას აქვს, მაგრამ რითი განსხვავდებიან წარმატებული და წარუმატებელი ადამიანები? წარმატებული ადამიანი მიუხედავად ამ შიშისა აგრძელებს სვლას, ანუ მოქმედებს და წარუმატებელი შეეშინდა წარუმატებელს და ანებებს თავს. ასე რომ ანუ განსხვავდება, მაგის თქმა მინდა და ჯოის, რა თქმა უნდა, ეს მომენტია რომ ეშინია, მაგრამ სწორ ნაბიჯებს გავს, აგრძელებს მოქმედებას, პირდაპირ იქცევს და პირდაპირ მიუვარდება. ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი ნახე სტატისტიკურად მაგას ვკითხულობდი, სტატისტიკურად ფაქტიურად ბიზნესის წარმატების 54% დამოკიდებულია ფსიქოლოგიურ ფაქტორზე და არა გარემო ფაქტორებზე. კი, ნამდვილად. წარმოვიდგინეთ, 54% არ არის ცოტა, რომ დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, რომ მე ბიზნესი ვერ დავიწყე, მინდოდა ბიზნესი, მაგრამ არ იყო დრო თუ ფული თუ რაღაცა ასე შემდეგ. 54%. ანუ ეს თვით დისციპლინა, მიზნის დასახვა, ეს ოცნებისკენ სვლა, შემდეგ რისკის გაწევის უნარი, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ფაქტორები გამოდის რომ შენი აზროვნება ბევრად ძლიერია ვიდრე შენი გარემო. ანუ ეს უნდა გავითავისოთ, კარგად უნდა გავითავისოთ. ეს არის შინაგანი ღერძი. კი, ნამდვილად. რაც ჯოის აქვს და გარემო ფაქტორები ძალიან მოქმედებენ სუსტ ადამიანებზე. აი, როცა რაღაც ისინი ეჭვები აქვთ, იმიტომ რომ გასაგებიც არის. ნახე, მაგალითად მე ვიცი ადამიანები, რომელსაც უნდათ რომ წამოვიდნენ სამსახურიდან დაიწყონ რაღაც თავისი, ხო? მაგრამ ამ დროს უცებ გეუბნება დაუშვათ დედა, გეუბნება მეზობელი, ახლოვის მეგობარი, აწყობილი ყველაფერი ხა, გაქვს კარიერა, კარგი, შენ წამოხვიდე ხა თავიდან დაიწყო. ოღონდ ეს ადამიანები არ არიან, ვისაც ჩვენთვის პირიქით, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ, მათ აქვთ ჩვენს მიმართ ეს შიშები. რომ არ გამოგვივიდეს, თორე ზოგჯერ ადამიანებს არასწორად ესმით, გონიათ რომ ის ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ არ გამოგივა ვაიმე და უიმე, ის ადამიანებიან, რომელსაც ან შურთ არა, პირველი ფრთხებიან ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან ვუყვარვართ და ეშინიათ იმის, რომ ჩვენ რაღაცა კრახი არ განვიცადოთ, ხო? რა თქმა უნდა, ეს წინაღობები ყოველთვის არის. ერთ-ერთი წინაღობა ეს არის შენი ახლობლები და შიში მათი, მარტო შენი შიში არა, იმათი შიში და შენი შიში ცალკე შენ ხო რა თქმა უნდა გეშინია. იმასთან რომ სიახლე გინდა, რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ შენ დაიწყო, რაღაც წამოხვიდე, აღარ გინდა ეს დაუშვათ, გააკეთო შენ რაღაც თავიდან და შენ შიშს ემატება მათი შიში და წარმოიდგინე შენი 20%, მათი 80% და ხელჩამოგრეჯერჯი. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა გაქვს მიზნად დასახული, რა გინდა შენ. შენ თუ გინდა რომ რაღაც პროდუქტი შექმნა, რაც შენთან ახლოს არის ემოციურად, არ ვიცი, ჩემთვის შეიძლება ეს საბავშვო პროდუქტი იყო და მიხარო და იმიტომ რომ ბავშვობაში რაც გამიხარდებოდა დღეს ეს მომწონს მე რო ვაკეთებ. სხვისთვის შეიძლება იყოს
უნდა ლექტორობა, მაგრამ დღეს არ არის ლექტორი, დიასახლისია და ამისის უფესო ოცნებაში დარჩა აღარ. რატო უნდა გადადროს შეუძლია მაგას ვამბობ რა შეიძლება მაგ დროს გააკეთო? შენ თუ გაქვს მიზანი, შენ თუ გაქვს ოცნება, უბრალოდ ამ მიზნის ერთგული უნდა დარჩი. და შენ აუცილებლად მიაღწევ. გადალახავ ამ წინაღობას, გადალახავ ამ შიშს, გადალახავ ამ უდროობას, უფულობას, ყველაფერს გააკეთებ. იმიტომ რომ ერთგული ხარ იმ იდეის, იმ მიზნის და ასეთი ერთგულება, არ არსებობს ასეთმა ერთგულებამ, რომ არ მიგიყვანოს იქამდე, სადამდეც შენ ფიქრობ რომ წარმატება შიშის მეორე მხარეა, ეს უნდა ვიცოდეთ. კი, რა თქმა უნდა, წარმატება შიშის მეორე მხარეა. კი, მაგრამ ადამიანურია და ყველამ უნდა გაიაროს ეს. ბატონო, მათ უბრალოდ გადალახეს ეს შიში. რა იყო ის წინაღობა და ის ბარიერები დაუშვათ, რაც შენ და თამარ გელაშვილს შეგხვდათ თავიდან, როდესაც გადაწყვიტეთ გაგეკეთებინათ kidsbox-ი. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გქონდა ამის რესურსი. ფულადი რესურსიც არ გქონდა, დროც არ გქონდა, მაგრამ იდეა გქონდა. ვიდოდა რომ ერთად შეგვექმნა. აი სხვადასხვა ჯოიში ეს მნიშვნელოვანია, ბებია მაინც გვერდში უდგას. ვიღაცა რო ყავს, ვინც მოტივაციას გაძლევს, ეს ძალიან კარგია. ჩვენ ორნი რომ ვიყავით, თუ ერთი ცოტა მოიკოჭლებდა, ასე ვთქვათ, რომ ვაიმე, იქნებ რაღაც არ გამოვიდეს, იმასთან არ გამოვა ამას. მეორე ედგა მხარში ისე რომ რა მოხდა ამასთან არ გამოვა, სხვას მიმართავთ, იმასთან რომ იმას მიმართავთ. და ეს ერთმანეთს ჩვენ ერთმანეთს ზურგს უმაგრებთ. კი, ზურგს უმაგრებთ. ესეთი ადამიანები მოტივატორები, ერთმანეთის ჯოის ბებიები იყავით თქვენ. ხო, ესე გამოდის კი. და წინაღობა იყო იმდენი უარს გვეუბნებოდნენ ჩვენ ბანკში ვერ შევძელით ამ თანხის აღება, საწყისი კაპიტალის, რაც გვჭირდებოდა და მოგვიწია იმ ადამიანების მოძიება, ვინც საერთოდ არ იყო, ამ საქმეში საერთოდ არც კი ვიცნობდით, უცხო ადამიანები იყვნენ და ვიცოდით, რომ რაღაც ბიზნესს აკეთებს და მოდი მათ შევთავაზოთ, იმას შევთავაზოთ, ამას შევთავაზოთ და ჩვენი შრომითი რესურსი შევთავაზოთ და როგორ დავანახებთ ამ იდეას. ეს იმდენად გვინდოდა, რომ სწორად დავანახეთ ეს იდეა და იმ ადამიანებმა ჩადეს ის თანხა ჩვენს ბიზნესში, გვენდნენ, ენდნენ ჩვენს მოტივაციას, იდეას, მიზანს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ არის 54% ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტორი. როცა ასეთი ანთებული თვალებით ლაპარაკობ იმ ბიზნესზე, რომელიც გინდა რომ შექმნა, ხვდები რომ შენ ამას შექმნი. ანუ თუ ერთგული დარჩები ამისი, აუცილებლად შექმნი და მარტო ეს წინაღობა არ ყოფილა თანხის. შემდეგი ნაბიჯები, Excel-ებში შესვლა, იქ პრობლემები, ყველა ბიზნესში არის უკუსლები და წინსვლები და ასე შემდეგ. ანუ არც ერთი ბიზნესი არ არის, რომ დაიწყო და ზუსტად წინ და ზევით არის. ხო, რამდენი გაწყილება შეხვდა ჯოის ზუსტად ეგ მაინტერესებდა. როდესაც ესეთი გამახსენდა რომ შენ ხარ ძალიან წარმატებული ბიზნეს ვუმენი, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ვიტყვი ბიზნეს ვუმენი, გადავწყვიტე რომ მომეყვანე იმ ფილმით, რომელიც თავად შენ მოგწონს და თავად შენ გიყვარს. და მოდი ახლა რამდენიმე სიტყვით მინდა მოგვიყვე ზოიკოსთან ურთიერთობას. ანუ როგორია სახლში, მარტო შენ უყვარ ხარ თუ არა, ეხლა მე ყველაფერი ვიცი, მე უბრალოდ მაყურებლისთვის მინდა და გარდა ამის ბავშვებთანაც შეხება. ეხლა მე ვიცი რომ ცხოველებთან და ფრინველებთან, როდესაც იზრდებიან ბავშვები, მე თვითონ ესეთი ბავშვი ვარ და შენც რომ გავიზარდეთ ცხოველებთან და ფრინველებთან, ხო? ამ ბავშვებს აქვთ წინ წამოწეული ძალიან კარგი თვისებები. ერთ-ერთი ასეთი თვისება ემპათია, პასუხისგებლობა, ზრუნველობა. აი, ხომ არ იმოქმედა აი ამ თვისებებმა, რომ დაუშვათ გაგევითარებინა აი ეს ხაზი, რომელ ხაზსაც გაუყევი შემდეგში. მაგაზე არ მფიქრია ამან იმოქმედა თუ არა. ვიტყვი რომ პირველ რიგში ზოიკო ოჯახში როგორია, ოჯახში ჩემზეა მოკედლებული. სხვა ოჯახის წევრებს არ ეკარება, რატომღაც ესე ამირჩია და ჩემთან ლაპარაკობს, ჩემთან უნდა კოცნო, მოკლედ ამირჩია ესე და მელოდება ხოლმე როდის მივალ სახლში რომ დაველაპარაკო და მე ხან მაკოცოს, ხან ასე შემდეგ. ძალიან საყვარელია, მაგრამ მეც
ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები, ფრინველები, ძაღლები მყავდა, კატები მყავდა, თუთიყუშები, ზაზუნები, ყველა, მე მგონი ყველა ცხოველი, ბუც მყავდა ცოტა ხანი. ძალიან ბევრი ცხოველი მყავდა და ძალიან მე მახსოვს ეს ემოცია, რამხელა ემოცია იყო, პატარა კნუც რო ავიყვანდი, ან პატარა ლექს რომ ამიყვანდი და სახში მოვიყვანდი და ვაჭმევდი და ზუსტად აი ზოიკოსთან ერთად რო გავდივარ, მაგალითად, შეიძლება გავიდე ზოიკოსთან ერთად რაღაც შენობაში მაინც, ან ჩემ პატარა ძაღლთან ერთად რომ გავდივარ და როცა ბავშვები მოდიან და შეიძლება მოვეფერო, აი მე როგორ მინდა რომ მოვეფერო, როგორ მინდა რომ მყავდეს ჩემი ცხოველი და დედა არმანებებს და ისეთი დანანებით გეუბნები, მშობლები არმანებებენ, იმიტომ რაღაც და ძალიან რო უნდა წარმომიდგენია ბავშვობაში ეს ძალიან რომ მინდოდა და რო არ ყოლოდა მე წარმომიდგენია იმიტომ რომ ამიტომ მე არ ვიცი რა უფლება მაქვს ვურჩიო, მაგრამ მაინც ჩემსას ვეტყვი მშობლებს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ემოცია ამ დროს რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ცხოველი გარდა იმისა რომ ამით ვაბედნიერებთ ვუვითარებთ ისეთ თვისებებს, რომლებიც შემდგომში ცხოვრებაში გამოადგება. აი ეს ეტაპი არ უნდა გამოვატოვებინოთ. ხო. მე ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომელიც ბავშვობაში სულ მინდოდა ძაღლი მყოლოდა და აი არ ამყავს და დღეს უკვე 30 წლის არის და იმას ხო ვერ დააბრუნებ, აი ბავშვობაში როგორ მინდოდა. და ეს ეტაპი არ უნდა გამოვატოვებინო ბავშვს თუ უნდა მართლა ბავშვს ფიქრობ რომ ის რომ სახლში ბეწვი და აი ესეთ წვრილმანებზე აღარ უნდა იფიქროს მშობელმა. თუ მაინც და მაინც ისეთი ალერგიული არ არის, ეს ვერ აიტანოს, სხვა შემთხვევაში ალბათ აუცილებლად. ხო, და კიდევ მეკითხებიან ეს თუთიყუში რო შევიძინოთ, სახეობა ჟაკო, ბავშვებისთვის რამდენად კარგია. მაგას ვიტყვი რომ 4-5 წლის ბავშვისთვის მაინც ჯობია პატარა თუთიყუში შეიძინონ, იმიტომ რომ ამის ნისკარტი იმდენად ძლიერია, ნუშსაც კითხავს. რომელი ფილმია, რომელსაც მირჩევდი მე, რომ გაგვერჩია ამ პოდკასტში? და რომელ სტუმარს მირჩევდი? თუ სტუმარზეა საუბარი, მე პოდკასტებს ვუყურებ ხოლმე, მომწონს საშა კაცმანის პოდკასტები და ერთ-ერთ პოდკასტში ახსენებს ჩემთვისაც საყვარელ ფილმს და თვითონ რა ძალიან უყვარს ეს ფილმი, ეს არის ამადეუსი. მილოშ ფორმანის ამადეუსი. ყოველ წელს ვუყურებ ამ ფილმს და მაგ ფილმში არის ძალიან ბევრი ემოცია. კი არის შურიც და სხვა შერეული ემოციები. შესაშურად გაკეთებულია შური ძალიან. ნამდვილად. მაგრამ აი ძალიან დიდი ემოციებია და ფანტასტიკური ფილმია ესეც. ესე იგი საშა კაცმანი მილოშ ფორმანით. მე ძალიან მიყვარს საშა კაცმანის პოდკასტები, ნამდვილად საინტერესოა. კიდე ფილმ მოხვდა თვალში. და კინოზე ვფიქრობ, რომ საინტერესოდ ისაუბრებს. კინო მარტო ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფიქრობ, რომ უმეტესობა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის როგორც შენს ტრენინგზე ახსენე, შენს ტრენინგზე ინსტრუმენტი. ხო, ეს არის ინსტრუმენტი, შეიცნო საკუთარი თავი და შეიცნო სხვებიც, თუ გახსოვს ამაზე მართლა ეს მაგაში გეთანხმები, მართლა ეს ინსტრუმენტია და მაგალითებიც მოყავდა, მაგალითად ერთად რომ უყურეთ ფილმს და ვის რა აზრი აქვს და ერთმანეთს როგორ ასე ვთქვათ აანალიზებთ. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აი დავუშვით ვიღაცასთან ერთად, როცა მიდიხარ ან კინოში, ან უყურებთ ერთად ფილმს, გავიმეორებ, რაც ტრენინგზე ვთქვი, შეიძლება ისეთი კომენტარი გააკეთოს, რომ მიხვდები, რომ ეს ადამიანი შენი არ არის. აი მაშინაც ისეთ გახსოვს, რომ ვთქვი, რომ რაღაც აი რა უნდა ეხლა ამ ქალს რას უჭედავს და არა და ძალიან სწორ რაღაცაზე უჭედავს. უკვე ხვდები, რომ რაღაცა აქ და მით უმეტეს კარგია მოზარდშვილებთან ერთად ფილმის ყურების მნიშვნელობაზე ვილაპარაკეთ მაშინ დავუშვით Stranger Things და არის ხო, ნახეთ Wednesday და რაღაც ისეთი ფილმები და გარდა იმისა, რომ უხარიათ ბავშვებს და თინეიჯერებს მით უმეტეს შენთან ერთად ფილმის ყურება, იქ ისეთ მომენტებს დაიჭერ, ისეთ კომენტარს გააკეთებს მასწავლებელზე, მეგობარზე, სიტუაციაზე, რომ შენ მიხვდები რაღაცნაირად დაიჭერ, აი რა ხდება მის ცხოვრებაში, რას ფიქრობს, აი ამა თუ იმ მოვლენაზე, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მახსენდება კიდევ ერთი გორგილაძის ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქი აქვს ესეთი გადაცემა, ყველამის ალბათ. და რატომ აქვს ეს სახელწოდება, არის ესეთი რომანი ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე და
მილან კუნდერას რომანი და რატომ დაარქვა გადაცემას, ოღონდ არ ვიცი. რომანის გამო თუ ფილმის გამო და ფილმიც არსებობს. დარწმუნებული ის ფილმია. ფილმიც მოწონს, ფილმიც კარგად არის გაკეთებული, დარწმუნებული ვარ შეუძლია აი ამ ფილმზე ილაპარაკოს. კი და მე გირჩევდი გორგილაძესაც. ზიგ საშა კაცმანი. კი. გორგილაძე. კი ბატონო. საინტერესო სტუმრები იქნებოდნენ. ნამდვილად საინტერესო სტუმრები იქნებოდნენ. ძალიან დიდი მადლობა ბელა. მადლობა ზოიკოსაც რომ არ ესე წყნარად ზის. მადლობა ზოიკოს რომ წყნარად ზის, მაგრამ კი მინდოდა რაღაც რამდენიმე სიტყვა ეთქვა. ზოიკოს რაც შეეხება, მადლობა რომ ესე მშვიდად არის და არ გვერევა. მადლობა რომ მიარჩა მინის კარტა და დამპალო არ დამიძახა. თუმცა იმიტომ რომ უცხო გარემოშია და როგორც კი ეს ნაცნობი გარემო იქნება მისთვის დაიწყებს ლაპარაკს და მიმართვას და კოცნებს და ასე შემდეგ. კარგი ბელა, აბა რას დაგვიტოვებდი დამშვიდობებისას? რას ურჩევდი ჩვენს მაყურებელს? რადგანაც ჯოიზე იყო საუბარი და რადგანაც ბიზნესზე იყო საუბარი და მიღწევაზე იყო საუბარი, ისევ მოვიშველებ ამ ფილმიდან ისევ ამ ფრაზას. არ შეიძლება რეალობას მოაკვლევინო შენი ოცნებები. ძალიან მნიშვნელოვანია და დღესვე პირველი ნაბიჯი გადადგით ხვალზე იმაზე, კაი, დღესვე ამ ოცნებისთვის რა ნაბიჯს გადადგამთ, თუნდაც აი გეგმის სახით რაღაცის ჩამოწა. აი დღესვე ერთი პატარა ნაბიჯი. ეს არის ჩემი რჩევა. ძალიან დიდი მადლობა. და კიდევ მოგიწევთ სხვა ფილმით. მადლობა თქვენ, მადლობა ყველას. ნახვამდის.